როგორც უკვე ალექსანდრე იტყო და ყველა გადაცემაში რომ ამბობს, რომ ჩვენი საქართველოს ადგილები ამოუწურავია და შეუძლებელია, რომ რომელიმე რეგიონში რამე ნაკლებად ცნობილი, უცნობი და უნიკალური ადგილი რო არ ვიპოვოთ, გამორიცხულია უბრალოდ. და ეს არის კიდევ იმის დამადასტურებელი საბუთი ადგილი, მაღალან თაფთიაქი, რომელიც სრულიად შემთხვევით რუკაზე აღმოვაჩინეთ. მანამდე რა თქმა უნდა იყო უკვე ჩვენამდე აღმოჩენილი, ჩვენ არ აღმოგვიჩენია, მაგრამ მეც პირველად ვარ და ალექსანდრეც და აღფრთოვანებული ვარ ამ ადგილით. 500-მდე თახჩა რა არის? აი ეს პატარა უჯრები, კუბიკებით უჯრები, მართკუთხა უჯრები, რომელიც იყო წამლის შესანახი. ვართ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ აფთიაქში. ამაზე ძველია კი ბატონო ვარძიის და უფლისციხის აფთიაქები და ნიჩბისიც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის მგონია ერთ-ერთი საუკეთესო შემორჩენილი და ყველაზე დიდი. ყველაზე დიდია ნამდვილად. ვარძიაზე ბევრად დიდი არის და რაც მთავარია, ზოგადად აფთიაქი თანამედროვე აფთიაქი არ უნდა შევადაროთ ძველ აფთიაქს. ხშირად ესე წარმოდგენები აქვთ ხოლმე ხალხს. აი ეს ყველაფერი, აი ეს თითოეული უჯრა იყო იმისთვის რომ შეენახათ უკვე დამზადებული მზა წამალი ან გაეშროთ ის ბალახეული, რომელიც სადაც მოიპოვებდნენ და სწორედ ბალახებისგან მზადდებოდა წამლები. და აი სწორედ მაღალან კარში როგორც არის ცნობილი, რომ აქ ეწეოდნენ ამ საქმიანობას და მზადდებოდა საკმაოდ ბევრი წამალი, რომელიც აქ ინახებოდა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სავარაუდოდ რეალიზაცია ხდებოდა დედაქალაქში ან შეიძლება რომელიმე დიდ დასახლებულ პუნქტებში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ირგვლივ ამ არეალის ირგვლივ ნაპოვნი არის სამკურნალო ხემცენარეები, რომელსაც ალბათ თვითონ აქვთ მოშენებული, ქონდათ უпроსწორად და იყენებდნენ აი ამ ხემცენარეებს ამ წამლების დასამზადებლად. როგორც ხედავთ, სამივე მხრიდან არის ეს თაროები გაკეთებული და იმისთვის რომ შეენახათ ტემპერატურა გრილად რომ ყოფილიყო, არის ჩაშენებული მიწაში ეს მხარე, გარდა აი ამისა შემოსასვლელისა, თუმცა ადრე ალბათ აქაც იქნებოდა სხვანაირი შემოსასვლელი, კარიც იქნებოდა სავარაუდოდ. თოლი რო არ იყოს გამოჩნდებოდა. ხო, ალბათ დავინახავდით ნამდვილად. კიდევ ერთ საინტერესო პიროვნებასთან დაკავშირებით მინდოდა რომ მეთქვა, ეს იყო სოკრატე სალუქვაძე, წამალთმცოდნე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი წამალთმცოდნე, რომელსაც ვრცელი სტატია ჰქონდა ამ მაღალან აფთიაქთან დაკავშირებით დაწერილი. და სწორედ ის მოგვითხრობს, რომ არქეოლოგიური გათხრების დროს იყო დამტკიცებული, რომ ეს აფთიაქი ეკუთვნოდა მე-15 საუკუნეს. 500 წელი, აი გავიმეორებ კიდევ ერთხელ. მე არა, ახლა საწყნარად არ ვამბობ, მაგრამ მე მგონი სოფლები რაც გამოვიარეთ, დღეს თანამედროვე სოფლები, იქ არ არის აფთიაქი დღეს. ვიღაცა რომ ეძებთ ინფორმაციას, ვიღაცას კომენტარში ეწერა, რომ დღეს არ არის აფთიაქი და 500 წლის წინ ქონდაო. მოკლედ ასია, ხო, ნუ სამწუხაროდ როგორც საბედნიეროდ არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ აფთიაქი ზოგადად არის ძალიან საინტერესო ფენომენი, ზოგადად რას ნიშნავს აპოტეკე არის ბერძნულად სწორად ვამბობ აპოტეკე. ეს იყო შესანახი ადგილი და შემდგომში უკვე ის თანდათან შეიცვალა და გახდა წამლების შესანახი ადგილი და შემდეგ უკვე მიიღო ზოგადად აფთიაქის დანიშნულება. უფლისციხის აფთიაქი ერთ-ერთი ყველაზე ძველად ითვლება საქართველოში, მაგრამ ნაკლებად ცნობილია მსოფლიოში, იმიტომ რომ წყაროებში ყველა ამბობს დუბროვნიკის, ანუ ეს ხორვატიაში აფთიაქი ეს არის მე-14 საუკუნე, მე-13, ასევე ბაღდადის აფთიაქი ეს არის ერაყში, საერთოდ იქნებოდა მე-7 თუ მე-8 საუკუნეა თუ არ ვცდები, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამას სჭირდებოდა დიდი ცოდნა. ნახეთ ხალხო, 500 წლის წინ, 1000 რო დავანებოთ და იმის წინ, აქ ხალხი გადიოდა კრებდა ბალახს, ამისგან ამზადებდნენ რაღაც ნაყენს, მალამოს და სხვადასხვა სნეულებას და მკურნავდნენ, ხო? ანუ რამხელა ცოდნა არსებობდა ჯერ კიდევ 1500-იან წლებში, ასე რომ ხო, რაც თავი არ გვითხოვს სად ვართ. მაღალანთი კი, მაგრამ შევა ვერ მიხვდა. ნამდვილად, იმდენად აღფრთოვანებულები ვიყავით ამ ადგილით, რომ დაგვავიწყდა რომ გვეთქვა სად ვართ. ჩვენ ვართ ახლა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, სოფელ წინარეხთან დაახლოებით 2 კილომეტრი, 2-3 კილომეტრი მაქსიმუმ. და ყველაზე საწყენი ის არის, რომ არანაირი საინფორმაციო აბრა ან რამე არ არსებობს აქ.
აი აქ გზაზე რომ ჩაივლით, დაინახავთ კოშკს, ესეც მაღალაანთ კოშკი არის, რომელთანაც აუცილებლად ჩავივლით და იქაც საინტერესო ამბებს მოგვითხრობს ბატონი ალექსანდრე. და აი აქ უკვე უშუალოდ ტყის სიღრმეში არის ეს საოცარი ადგილი. ანუ წინარეხი კი ახსენა, მაგრამ წინარეხი შეიძლება ყველა ვერ მიხვდეს. ხო. ქვათახევის მონასტერი ხომ იცით? ქვათახევსაც გაჩვენოთ ცოტა მოგვიანებით. ქვათახევის მონასტრის გზაზე მარჯვნივ დაახლოებით გზიდან 250 მეტრში დაახლოებით. ბილიკი ამოდის თოვლში, ახლა ჩვენ კარგავთ ყვალეთ. კარგი 20 სანტიმეტრიანი თოვლი. კარგი თითქმის ბოლოში მუხლავეც ვწნებოდა. ნახავთ ახლა ამ ყველაფერს და მოკლედ მოვედით და ვართ ბედნიერები. აი ესე ახლოს. აუ როგორ სწორად არის გათვლილი ყველაფერი და რაც ძალიან საინტერესოა ნახეთ ინფორმაცია რომ მაღალაძეების გვარი გამოირჩეოდა იმით რომ ისინი მისდევდნენ ამ საქმიანობას ანუ ფარმაცევტულ საქმიანობას დიდი ფარმაცევტები ყოფილან და მათვე ეკუთვნით დაახლოებით 1400 გვერდიანი საკმაოდ დიდი ფარმაკოპეა, ესეთი კრებული, რომელიც არ დაკარგა აქტუალობა ფაქტიურად მე-19 საუკუნის რაღაც დრომდე. ასე რომ ეს არ იყო მხოლოდ ნაგებობა, აქ იყო დიდი გვარი, დიდი ხალხი და ვინც მეტი იცით მაღალაძეებისა და მათი ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, გთხოვთ მოგაწოდოთ ინფორმაცია, დაწერეთ კომენტარები და ჩვენ შემდეგ უფრო მეტად განმორთვებთ ამ საკითხს. ანუ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? კიდევ ერთხელ, თქვენ პირველ რიგში შეგვიძლია რომ ერთ მოცალეობის დღეს ამოვიდეთ და უბრალოდ გავწმინდოთ მოსასვლელი გზა და ვისაც ევალება და ვიაროთ. ნამდვილად. და ვიაროთ. და ასევე მინდა შეგაცნოთ ეს აფთიაქი რომ მუშაი ყოფილიყო შეიძლება ჩვენი გადაცემის სპონსორი ყოფილიყო ამიტომ გთხოვთ სპონსორობას არ გთხოვთ მაგრამ გამოიწერეთ არხი დააკომენტარეთ დაალაიქეთ და ამით ჩვენ მოგცემთ კიდევ მეტ სტიმულს რომ მეტი საინტერესო ადგილი გაჩვენოთ თქვენ წავედით შეხვდებით მაღალანთ კოშკთან რაო თუ გიკო რომ არა მოქვს არაფერი რომ მოგცე. კაი, გამატარე. ჩამოვედით აფთიაქიდან, აქვე დაგხვდა გზად მაღალაანთ კოშკი, რომელიც 1679 წლით თარიღდება. თავდაპირველად ეს იყო 5 სართულიანი შენობა, რომლის მე-5 სართული სამწუხაროდ აღარ გვაქვს ჩამონგრეულია და მხოლოდ მე-4 სართულის გადახურვა არის დარჩენილი. ახლა ვდგავართ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, შესასვლელიც აქედან არის და ზემოთ გვაქვს ძალიან საყვარელი ბარელიეფი. სადაც წმინდა გიორგი არის გამოსახული, რომელიც გველეშაპს ებრძვის. წამოდით ახლა შიგნით ჩავიდეთ. ფრთხილად ალექსანდრე სრიალებს ცოტა. ნახეთ, როგორი კოხტა და ლამაზი კოშკი არის. იყო 2 სართულზე იყო განლაგებული ბუხარი, ერთი აი აქ ხედავთ რომ არის და მეორე სავარაუდოდ აი იქით მხარეს იყო, როგორც ჩანს. მე-3 სართულზე სავარაუდოდ. სამწუხაროდ ესეც უკვე დანგრევის პირას არის, იმიტომ რომ გადახურვა დაზიანებულია, წყალიც შემოდის შიგნით და ნადგურდება ნელა, მაგრამ სტაბილურად.
მაღალანთ კარის ეკლესია არის მე-12 საუკუნის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში, არა იმიტომ რომ არის სტანდარტულად ერთნავიანი ბაზილიკა. მას გვერდზე მიშენებული ხოდა ეგვტერი და აი ესეთი კომბინაციით თუ ავიღებთ ეკლესიებს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და საკმაოდ კარგადაც აღდგა უკვე ბოლო წლებში და საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი სხვა ყველაფერი დანარჩენი რაც არსებობდა კომპლექსში. ეს ეკლესია თავის დროზე ეკუთვნოდა იბანიძეების გვარს და შემდეგ სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია რა მოხდა, ამიტომ რომ იბანიძეების შემდეგ აქ სახლდებიან მაღალაძეები და მაგიტო ქვია სოფელს მაღალანთკარი. და უკვე რასაც ეკლესიის გარშემო ხედავთ, გალავანი, ორსართულიანი კოშკი და აი შიგით მეორე კოშკი, რომელიც არის ერთ-ერთი მაღალაძის, კონკრეტულად პაპუა მაღალაძის საძვალე, მათ უკვე ააშენეს ყველაფერი ეს უკვე მე-17-მე-18 საუკუნეში. აი კოშკი, საიდანაც ახლა ირაბები იღებს, ეს არის 1716 წელს უკვე სოლომონ მაღალაძის აშენებული. როგორც წეგან აღნიშნეთ, აფთიაქზე როცა ვსაუბრობდით, მაღალაძეების გვარი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტელექტით, ცოდნით და მათ სხვადასხვა წყაროების მიხედვით საკმაოდ დიდი ცოდნა გააჩნდათ და წიგნები, კრებულები საკმაოდ განათლებული თავადები გახლდათ და სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენდა მათთვის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია წარმოადგენდა ქვათახევის მონასტრის მოვლა პატრონობასაც. მართალია მათ პირადად არ ეკუთვნოდათ, მაგრამ ძალიან დიდი ღვაწლი აქვთ მათ მოვლაში, განსაკუთრებით უკვე მე-18-მე-19 საუკუნე, როდესაც ის აღდგა და დაიბრუნა ფუნქცია. საკმაოდ საინტერესო მოხატულობაა ტაძარში, არა მხოლოდ აქ, არამედ საძვალეში, კოშკის სახით, ორსართულიანი კოშკის სახით, რომელიც არის ეკლესიის ეზოში, რომელიც პაპუა მაღალაძემ ააგო თავისთვის. საკმაოდ ძლიერი გვარი ყოფილა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ცოდნით და განათლებით, რაც უკვე აღნიშნეთ, არამედ იმით, რომ ეს ეკლესია მოიხატა მე-18 საუკუნეში. ჩვენთვის უცნობია, მანამდე არსებობდა თუ არა მხატვრობა, სავარაუდოდ არსებობდა, მაგრამ მისი კვალი არ ჩანს, ამიტომ მე-18 საუკუნის მოხატულობა არის საკმაოდ საინტერესო და რაც ასევე მომხვდა თვალში, აი ჩრდილოეთ კედელზე არის ფრესკა, სამსჯავროს ფრესკა და ძალიან წააგავს, უბრალოდ აქ ცოტა ცუდად ჩანს, იგივე რაც ანანურშია. ზოგადად ესეთი ფრესკა ძალიან ბევრ ეკლესიაში გვხვდება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, განსაკუთრებით ხშირია უკვე გვიანდელ ეკლესიებში და არსებობს ესეთი ვარაუდი, რომ ვინაიდან საქართველოს ასე ვთქვათ ისტორიის ბედიღბალი უკან წავიდა, განსაკუთრებით მე-14-მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად ადამიანები საქართველოს ცუდ ბედს და აი ასეთ მძიმე მდგომარეობას აბრალებდნენ ადამიანის ცოდვებს და შეიძლება ერთგვარი შეხსენება იყო, რომ ადამიანებს ჰქონდათ ყოველთვის არჩევანი იმისა, რომ ეცხოვრათ კარგად და არ მოხვედრილიყო, თქვათ, სამსჯავროდან, თქვათ, იქ ჯოჯოხეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო იდეებით
დაატვირთული ტაძარია, შეიძლება არ არის ისეთი გრანდიოზული, მაგრამ გენიალობას ჩანს დეტალებში და სწორედ აქედან ჩანს, რომ ეს გვარი და დიდი პატივისცემა კიდე ყველა მაღალაძეს თუ მაღალაშვილს თუ მაღრაძეს თუ სავარაუდოდ საიდან ვინც წარმოშობით აქედან არიან, რომ ესენი იყვნენ დიდი წინაპრები, რომლებმაც დიდი ცოდნა და დიდი კულტურა დატოვეს საქართველოში. გავაგრძელეთ გზა მაღალანთ ეკლესიიდან. აღსანიშნავი არის, რომ მთლიან გზაზე არის ასფალტი დაგებული და ძალიან მარტივად მოსასვლელი არის. არის მოპირკეთებული ყველაფერი, არის განკუთვნილი პარკირების ადგილი და შლაგბაუმიც მუშაობს. ძალიან კარგია. ახლა სად მოვედით? ეს არის კავთურას ხეობა და აქ მდებარე მე-12-მე-13 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში არის. შიდა ქართლის მთავარი მონასტერი იყო იმ დროისთვის. სამწუხაროდ 1386 წელს თემურლენგის შემოსევის დროს აქაურობა დაიტაცეს, გაძარცვეს და აქ მყოფი ყველა ადამიანი სამწუხაროდ დაწვეს, როგორც ქართლის ცხოვრებაში არის აღწერილი. აი ამ მეტალის ხიდით უნდა გადახვიდეთ ქვათახევის მონასტერში, როგორც უკვე ირინემ აღნიშნა, მოსასვლელი გზა ძალიან გამარტივდა, რაც ჩემთვის როგორც გიდისთვის გაადვილებს აქ სტუმრების მოყვანას. მე-12 საუკუნის ბოლოდან, როდესაც იწყება ტაძრების არა მხოლოდ აშენება, არამედ მისი გამრავალფეროვნება და ფუნქციის მინიჭება, რადგან ეს არის მთელი ანსამბლი. რადგან აქ გვაქვს თავარი ტაძრის გარდა, რომელიც არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, გარდა ამისა გვაქვს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა, რაც მონასტერს ქმნიდა ყველაზე მძლავრს მთელს ქართლში. იყო სვეტიცხოველი, იყო სხვა ბევრი ეკლესია, მონასტერი, მაგრამ ეს იყო მაინც განსაკუთრებული და მას ჰქონდა განსაკუთრებული ფუნქცია. და სწორედ ესეც გახდა მიზეზი, რომ აქ თავმოყრილი იყო ძალიან დიდი განძი და განცი ხშირად რატომღაც ყველას გონია მხოლოდ ოქრო ვერცხლი. არამც და არამც აქ განცში პირველ რიგში იგულისხმება ის წიგნები და ზოგადად ის ლიტერატურა, რაც ნამდვილად განძი იყო, როგორც მატერიალურად და რა თქმა უნდა არამატერიალურად და სწორედ აქ ინახებოდა ძალიან ბევრი რამ. იმ დიდი ტრაგედიის დროს, რომელიც აქ მოხდა ქვათახევის მონასტერში, არის ესეთი ცნობები და მრავალი სხვა გადმოცემა, რომ როდესაც თემურლენგს მოუთხოვია მათთვის სარწმუნოების შეცვლა, ყველა მოარი უთხრა და შემდეგ ტაძარი რადგან ქვის იყო, ქვის ტაძარი დაწვა ძალიან რთულია, ამიტომ ყველა შეუყრიათ მონასტერში, აი თვითონ ტაძრის ცენტრალურ ნაწილში შეუტანიათ შეშა და იქ წაუკიდებიათ და ერთი გადმოცემის თანახმად ყველა მონაზონი, მღვდელი თუ უბრალოდ ადამიანი, რომელიც აქ იყო, რომელიც შედიოდნენ ტაძარში, იცოდა, რომ აქ შემოსვლა იყო სიკვდილი და სხვათა შორის ახლა არ ჩანს, რადგან ხალიჩები აფენია, მაგრამ ზაფხულში როცა ხალიჩები აქ არ არის, ჩანს წითელი ლაქები ძირს და არსებობს ესეთი გადმოცემა და ბევრ ხალხს ამის რა თქმა უნდა ეს ჯერა, რომ ეს არის სწორედ იმათი დაღვრილი სისხლი, რომლებიც აქ შეეწინენ ქრისტიანობას ამ ძალიან მძიმე პერიოდში. მონასტერმა ამის შემდეგ დაკარგა ფუნქცია სრულად და 300 წელზე მეტი იყო დაკეტილი. და ვინაიდან ესეთი მძიმე რაღაც მოხდა, აქედან რამოდენიმე კილომეტრში ეს ფაქტობრივად გამოცხადდა ასე დახურულ ზონად, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ ქალებს არ უშვებდნენ მონასტერის ტერიტორიაზეც კი, როგორც უწმინდეს ადგილზე,
როგორც საკურთხეველში, მაგრამ შემდგომში უკვე 18-19 საუკუნეში ტაძარი ნელ-ნელა იბრუნებს თავის ფუნქციას და მე-19 საუკუნეში ის უკვე არის საკმაოდ ძლიერი მონასტერი კვლავ. მაგრამ დღეს როგორ მდგომარეობაში ხედავთ, ფრესკები არ შემორჩა საერთოდ და არის შეთეთრებული სრულად. ჩვენ არ ვიცით რესტავრაციამდე მას აქ იყო ფრესკები დარჩენილი თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ტაძარი მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები. შენობის კორპუსი დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული. ქვათა ხევი ძველი ქართული მწიგნობრების კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ ფილიპე ბარათაშვილი, იოანე ავალიშვილი, იოანე ხელაშვილი და სხვა. ჩვენამდე მოაღწია ქვათა ხევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერმა. 2006 წელს ტაძარს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი. გამოვიდა არაჩვეულებრივი ამინდი და ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ სოფელ წინარეხის ქუჩებში გაგვესეირნა, იმიტომ რომ აშკარად იმაზე ბევრად ლამაზი არის, რაც მეგონა და რაც წარმომედგინა. წინარეხი არის ქართლის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი, ძალიან ძველი და ცნობილი ამავე დროს. აი ჩვენს უკან არის სახლი, რომელიც არის კრამიტით გადახურული, ტიპიური ქართლური არქიტექტური, ძალიან საინტერესო და ასეთი რამოდენიმე ათეული სახლია ამ სოფელში, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მათგანი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში, მაგალითად ეს სახლი არის ნახევრად დანგრეული. თითქმის ყველა სახლი მიტოვებული არის. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ვახუშტისთან აღწერა სამეფო საქართველოსაში იყო უკვე წინარეხი ნახსენები და სტაბილურად მე-11 საუკუნიდან ყოველ საუკუნეში ისტორიულ სხვადასხვა დოკუმენტში არის მოხსენიებული. ხო, ერთი დაზუსტება გავაკეთოთ. აქ ირინე საუბრობდა რამდენიმე ძველ სახლს, თორე სოფელი საკმაოდ დიდია, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული და სოფელში არ არის აფთიაქი. მართლა გეუბნები, სოფელში არ არის აფთიაქი. ნუ თუ არის, არ ვიცი, თუ ვწდებით, მოგვაპატიეთ, მაგრამ ნამდვილად არ არის, აფთიაქი არის აქედან 2 კილომეტრში. ტყეში ძველი მაღალაძეების, რომელიც უკვე ვნახეთ. პლუს ამას თბილისიდან ძალიან ახლოს არის. ნახე. ალბათ რომ არ მე მიყვარს წინარეხი. რომ არ იჩქარო და ნორმალური სვლითია, რომ ნახევარ საათში უკვე წინარეხში ხარ. ძალიან საინტერესო მარშრუტია. წინარეხი, მაღალანთ ეკლესია, კოშკი, ძველი აფთიაქი, უძველესი აფთიაქი და ქვათახევი. და კიდევ არის ძალიან ბევრი ადგილი წინარეხში და მის გარშემო სამწუხაროდ აი ამ თოვლიანობის გამო ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ მათი მონახულება, თუმცა აქ აუცილებლად დავბრუნდებით. დავბრუნდებით, ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საინტერესო გადაცემას და აუცილებლად აი ხა მოიწონეთ, დაალაიქეთ. ერთი და იგივე არის, მაგრამ მაინც გააკეთეთ ორივე. კარგად მზადდება. კარგად.